ღემშვიდობისა მოგესალმებით და ნატუკასავით ლამაზს შვიდს ღიმილით სავსეს ტკბილს და რა ვიცი განსაკუთრებულ დღეს გისურვებთ სრულიად საქართველოს ჩვენო ტკბილო მაყურებელს მოგესალმებით ჩემო საყვარლებო ამრი ძალიან მიხარი რაღაცა ერთფერებში კი კარგად მადლობა დღეს განსაკუთრებულად ლამაზი იცი რა დათვა და უკვე რაღაცა ზაფხულის ფერებისკენ წავედით. მე კიდე მეგონა რომ მეტყოდი თვალები აგეხილაო. არა, ნუ მე აქამდე უნდა ახელო და წესი თვალები ღმერთმანი რა. დღევანდელი ჩვენი გადაცემა იქნება ძალიან მრავალფეროვანი როგორც ყოველთვის და ანრი რო გავიგე ვინ არის ჩვენი პირველი ბლოკის სტუმარი აი მართლა ძალიან გამიხარდა იმიტომ რომ ეს ადამიანი არის რომელიც შეიძლება ითქვას რომ არის დაბადებული ბედნიერ ვარსკვლავზე ნამდვილად ასია თვითონაც არ უარყოფს და ამბობს რომ იღბლიანი ვარო კი ბატონო ხელოვანების ოჯახში გაიზარდა ბავშვობაში მოხდა ოპერაში ხო ოპერის თეატრის გუნდში მღერდა აი ამაზე დიდი ბედნიერება ბავშვობიდან შემდეგ ლეგენდარული ჯანსუღ კახიძის ასე ვთქვათ მუსიკალურ სფეროში და ჯანსუღისგან მე სად აღმოჩნდა და ფიქრობ რომ ნებისმიერი ჩვენი კოლეგებისთვის საოცნებო ადამიანთან მოხდა ბატონ რობერტ სტურუასთან ცოცხალ ლეგენდარულ გენიოსთან რომელთანაც მოხვედრა ნამდვილად არ არის არც მარტივი და ძალიან რთულია იყო მისი რჩეული მსახიობი და რამხელა პასუხისგებლობა ანრი როდესაც რუსთაველის თეატრი დგავს სპექტაკლს ვეფხის ტყაოსანს და იქ გაქვს მთავარი როლი. აი, ნუ ახლა წარმოედგინეთ რა. მოკლედ, უკვდავი შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსანი და იქ მთავარი როლი გენიოსი რეჟისორის მიერ მიცემული როლი, რომელიც ვფიქრობ ბრწყინვალეთში ასრულა და საერთოდ სპექტაკლი თავისი ჩანაფიქრით ბატონმა რობერტმა და მსახიობებმა ბრწყინვალედ შეასრულეს ნამდვილად. აბსოლუტურად და ყველამ უნდა ნახოს და კი ბატონო და ამის შემდეგ უნდა იმის ჟელონ, თუმცა ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. ამაზე არ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს უკვე მოხდა, ეს არის ლეგენდა და დღეს ცოტა სხვანაირ ქეთისვანიძეს გავიცნობ და მოდი მოვიპატიჟოთ ეს ულამაზესი განსაკუთრებული არ ვიცი კიდევ რა ვთქვა რუსთაველის თეატრის ეროვნული თეატრის მსახიობი გაბრძანდი ვიხარია ძალიან ხვენია ეხა ძალიან ისეთი სიტყვები ითქვა არა ეს სრულიად გულწრფელია არაფერი გადაჭარებებაა მე ვფიქრობ მიგვაკლდა კიდეც ხეთი მართლა არაფერი ზედმეტი არ გვეთქვა და მეთანხმები იმიტომ რომ მართლაც აი ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ გაჩენი იმიტომ რომ ბავშვები და როდესაც აი ესეთი სცენა აი ხელოვნებაში რო იზრდება ადამიანი ის წარმოუდგენელი არის იყოს რაღაცა ბოროტი იყოს რაღაცა სხვანაირი და შენ ხარ მაგალითი მარტო ამ ადამიანს თვალებში რო შეხედავ ჩანს ყველაფერი მადლობა დიდი თან იშვიათია ყველა ქალბატონი ლამაზი ამაზე ვთანხმდებით მაგრამ იშვიათია ესე ქალს ქართული სილამაზე ეთყობოდეს ნამდვილად და ეს ნამდვილად განსაკუთრებული არის ქიქეთი შენს ვიზუალში რაღაცა ქართული გაიღიმე ვიხარი ხარ რომ სტუმრობ მარტო ძალიან ვიხარია კი თქვენ მოწვევისთვის პირველ რიგში მიყვარხართ და გულშემატკივრობთ ყოველთვის ძალიან დიდი მადლობა მე ჩემს კოლეგებს ყოველთვის განსაკუთრებით გულშემატკივრობ და მადლობელი ვარ უღრმესი მადლობა შენ მოდი როგორც ვთქვით მოდი წავიდეთ იმ ბედნიერ წუთებში ბავშვობაში რა იყო შენთვის იგივე აი ხელოვან ოჯახთან ხელოვნებაში გაიზარდე ფაქტიურად კი როგორ მოხდა აი ცოტა პირველი შეხება აი ამ სფეროსთან დედას ესეთი ანუ დედა ვერ მოუხერხდა რომ ასე ხელოვნებაში ბოლომდე ყოფილიყო საოცრად მღერის დედა ჩემი ახლა გამიბრაზდება ამას რო ვიტყვი მაგრამ მან თავი გადადო და ეს ყველაფერი ჩადო ჩემში ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე მას აღარ შეეძლო ეს თავისი რაღაცები განეხორციელებინა და მაქსიმალურად ჩემს მოკლედ აღზრდაში და აი ამ ხელოვნებაში რა მაქსიმალურად გამეკეთებინა ის რაც ახლა დღეს ცოტა ხმამაღლა შეიძლება გამომდის მისი დამსახურებაა თუნდაც ოპერაში მოხვედრა იმ პერიოდში რა პერიოდშიც მე ჩვენ აქ გადმოვედით აფხაზეთიდან ვარ ეს ყველა მიცის
ნუ მე მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის, მაგრამ ისეთ ხალხთან ვიმუშავე პატარაობიდან, რომ მაშინ ვერ ხვდებოდი ამბეს. ეხლა რომ ლაპარაკობდით და საუბრობდით, მგონია რომ რაღაცა სიზმარი იყო ეს ჩემ ცხოვრებაში, მართლა ხდებოდა თუ არა, მართლა ლეგენდარული ადამიანი. ნამდვილად. კეთი ოპერა ან დედის დამსახურება თუ შენც გქონდა ამისკენ დედის დამსახურება მე პირიქით მინდოდა ეს დრამატული თეატრის მსახიობობა და პატარა რო ახლა ვერ ვანსხვავებდი და ვიცახდი რომ რო ლაპარაკობენ იქ მინდა მე რომ ღერიან არა რომ ღერიან არა დედას პირიქით უნდოდა ყოველთვის და ნუ რაღაცა ორივე რაღაცნაირად გამოვიდა კი ბატონო გუნდი ოპერის გუნდი ბავშვთა ოპერის გუნდი ფანტასტიკური გახსოვს პირველი სპექტაკლი რა იყო პირველი სპექტაკლი იყო პიკის ქალი ხო და სასწაული მომღერლები, ნუ თუ ვინმე ვარსკვლავი არსებობს, ყველასთან მომიწია მუშაობა, მაშინ ჩემთვის დავქროდი, დავრბოდი და ვერ აღვიქვავდი ამ ყველაფერს, აი მასშტაბურობას ამ როგორ შეიძლება ეს ნიჭიერი ადამიანები ვერ აღვიქვა, უბრალოდ პატარა რო ხარ, ხა სხვაგან სხვანაირად აფასებ და ამ ყველაფრით სიამოვნებას იღებ და ერთ კარგია, იმიტომ რომ ხა ამასაკში რომ იმ ადამიანს ერთად გარიყავი და ბატონ ჯაზუხთან ყოფილი მოვკვდებოდი ნერვიულობით. მაშინ ეს ყველაფერი ძალიან ისე ხდებოდა. მარტივად, სიხარულით, თვითონაც ძალიან უყვარდით და არაჩვეულებრივი ხალხი არიან, დღემდე მაქვს მათთან ურთიერთობა და ჩემი მეორე ოჯახია, იმიტომ რომ მანდ გავიზარდე და კეთი ჯანსუღი, ბატონი ჯანსუღი ახსენეთ და თითოეული ქართველისთვის გამორჩეული, ნამდვილად გამორჩეული მუსიკოსი იყო. ვფიქრობ, საუკუნეში კი არა, ალბათ მრავალ საუკუნეში ერთხელ იბადებიან მსგავსი მასშტაბის ნიჭიერება ქონდეს ადამიანს, თან ერთ ადამიანს და ეს იყო ჯანსუღ კახიძე და ქართველისთვის საფიცარი ადამიანი, ნამდვილად კორიფე, უზარმაზარი, ამაზე არ ვილაპარაკებთ, ყველავ თანხმდებით. შენი კონკრეტული შეხება ჯანსუღ კახიძესთან და მისგან დარჩენილი მთავარი გაკვეთილი, რაც არასდროს არ დაგავიწყდება. ესე იგი, ჩვენ როცა ვემზადებოდით ხოლმე კონკრეტული სპექტაკლებისთვის, ჯერ ქალბატონი ქეთინა შინდაგორიძე მინდა დიდი სიყვარულით ვახსენო, მასთან მქონდა გარჩევა, ასე ვთქვათ, და მე უკვე გენერალურ რეპეტიციებზე ბატონ ჯანსუღთან სათითაოთაც გვიწევდა ხოლმე, მაგალითად კარმენი, როცა იდგმებოდა, მან ძალიან მკაცრად აარჩია პირველი ხმა, მეორე, მესამე და საკმაოდ მკაცრი იყო, მაგრამ ისეთი ძალიან თბილი და ძალიან განსაკუთრებული ადამიანი და აი ესე ჩამრჩა ის რომ აი არ გაპატიებდა ერთ ბგერას მიუხედავად იმისა რომ ასაკს არ ქონდა მნიშვნელობა მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად და ისე ხდებოდა აკადემიურად და ნუ კარგის მეტი რა შეიძლება ვთქვა უბრალოდ მაშინ მახსოვს რომ ამ ადამიანთან შეხვედრა განსაკუთრებული დღე იყო ანუ პატარები ვიყავით მაგრამ გრძნობდით რომ რაღაც უფრო მასშტაბურ რაღაცასთან მქონდა შეხება და იმ დღეს განსაკუთრებით ნერვიულობდით ხოლმე, როცა უშუალო სათითაო შემოწმება გქონდა, რომ მე შემდეგ გვეთამაშა კონკრეტულ, აი კარმენზე იყო განსაკუთრებული არჩევა. აი პირველ მოქმედებაში 10 ბავშვს უნდა ემღერა და იმათ ბავშვი მეც მოვხვდი და მაშინ აი ამ ყველაფერს 11 წლის ვიყავი და მაშინ აღვიქვავდი ბატონ რობიკომ დადგა კარმენი და აი მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ბატონ რობიკოს სპექტაკლში ვთამაშობდი და ეს ნუ ჩემი ოცნება ხო თეატრი იყო და ხო და ესე სხვას ვერაფერს ვერ გავიხსენებ ახლა რაღაცა როცა ძალიან უნდა ადამიანს და აი მისი ოცნება არის ხო ხედავ რა აუცილებლად ახდება ოცნებები ჩემს შემთხვევაში ხდება არ ვიცი ახდა ნუ ამას ალბათ რაღაცა შრომაც ჭირდება რაღაცა განსაკუთრებული სიყვარული და ოცნებასაც ალბათ სწორი ოცნება უნდა ქონდეს თუმცა მარტო იღბალიც არ არის ნიჭიერებაც არის აქ ხო ეს ჩვენი უნდა შევაფასოთ როგორც მაყურებლებმა და ამას აუცილებლად ვაფასებთ ისე როგორც არის ნამდვილად ასე მარტო იღბალი არ არის აქ ეს შენი დიდი შრომა და ნიჭიერების დამსახურება არ ვიცი, შრომა თავარია და ბევრი სირთულეები გავიარეთ, არა მარტო მე, ყველა გავდივართ ჩვენ მსახიობები, ხო? სანამ რაღაც კონკრეტულ თუნდაც თეატრში მოვხვდებით, ბევრი გზა გვაქვს ხოლმე გასავლელი. აი თეატრში მოვხვდებით, გიხვეწებ გაიხსენე პირველი შეხვედრა, როდესაც შენ უკვე აღარ სცენაზე გინდა, მაგრამ სიმღერით არა და ლაპარაკით, როგორი აი ის პერიოდი გაიხსენე, როცა პირველად შეხვდი რობერტ სტურუას.
და როდესაც მე გახდი რუსთაველის თეატრის მსახიობი. პირველად შევხვდი რეზო შატაკიშვილმა დადგა სპექტაკლი, მისი სტუდენტი იყო, სარეჟისორო ფაკულტეტი აიყვანა და დაავალა ყველა სპექტაკლის დადგმა და ერთ-ერთ სპექტაკლში მეც რეზომ დამირეკა, რომ სახიობებიც ითამაშებენ რუსთაველის თეატრის და მინდაო, რომ შენც ითამაშო, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მეთქი ერთხელ მაინც ვითამაშებ ამ თეატრში სპექტაკლში. ყველა თეატრის სცენა მოვლილი მაგდაი რუსთაველის თეატრი. მოვლილი არ მქონდა ნამდვილად, იმ წელს დავამთავრე და პირველი აი თეატრში, პირველი ესე ვთქვათ, დამთავრების შემდეგ პროფესიულ თეატრში? ანუ მანამდე თავისუფალში მქონდა ეს საკურსო სპექტაკლი ვითამაშეთ, მაგრამ ეს აი ამ ხელა თეატრში პირველი ის იყო. არა, ყველა სცენა მაინც მოვლილი გაქვს, მე ვიტყვი, იმიტომ რომ როდესაც ოპერის სცენა და როდესაც აი ეს ყველაფერს ნიშნავს ალბათ. ხო და პირველად რეპეტიციაზე შემოვიდა, მანდ ჩვენ შესამოწმებლად და ჩვენს ასე ვთქვათ შესახედად ამბობთ არა, აფასებდა მის რამდენიმე სცენას, რომ მე გამოცდა, ასე ვთქვათ, საბოლოო შეჯამება, მე როგორც ხდება ხოლმე თქვენ კარგად. პირველი შეხვედრა მანდ იყო და მე უკვე ეს სპექტაკლი ვითამაშეთ 2 დღე და 3 დღე გავიდა და მირეკავენ თეატრიდან, რომ ბატონი რობიკო გიბარებთ თეატრში და თუ რამე არსებობდა, ხა მივხვდი რომ კასტინგზე მიბარებს. იქ ალბათ რეპეტიციაზე ვნახა, იმიტომ რომ ორჯერ შემოვიდა და ალბათ შემამჩნია, არა მარტო მე ბევრი მსახიობია ესე ჩვენ თეატრში მიღებული და გიბარებთო და აი რავი მოვემზადე თუ რამეებს მღეროდი ვცეკვავდი, აი როგორც გამოცდაზე თეატრალურ მივხვდი რომ მე მარტო მე არა, ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელიც რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, ლელუკა ახალაია, დაგვიბარა და ვიფიქრე რომ ეხლა მაქსიმუმ უნდა გავაკეთო. მაპატიო რომ აი თმა რომ გადაიწერო. ბოდიში. ხო და მივედით, მე მზათვარ ხა რომ აი ხა კეთი, აქ უნდა ხა ყველაფერი გააკეთო ისე რომ იქნებ რაღაცა შენ ცხოვრებაში სასწაული მოხდეს და არაფერი გამოვიდა ჩვენი თეატრის დირექტორი და ბატონ რობიკოც გამოვიდა მოგვესალმა გაგვეცნო და რა ქნანო ეხლა ამ გოგოებმაო და ეხლა ვფიქრობ რომ სცენარი განათებული მაშინ ბიდერმანს დგამდა და აი მეთქი ეხლა აქ არ შეგვიყვანოს და აქ არ წაგვაკითხოს და აქ არ მოხდეს ანუ ის რაც როგორც ხდება კასტინგზე ხო უნდა იმღერო რაღაც გააკეთო რა არაფერიო ესენიო შემოვიდნენ რეპეტიციაზე, იმიტომ რომ ერთ კვირაში ამათმა ამ სპექტაკლში უნდა ითამაშონ და მე მახსოვს რომ უკან გავიხედე რომ ეს ვიღაცა სხვაზე ანუ მე ჩვენ გვეუბნებით ამას და ისე მოხდა რომ ორი მსახიობი არაჩვეულებრივი მსახიობი ნინი სამაყაშვილი და ეკა მოლოდინიაშვილი ორსულად იყვნენ სასწრაფოდ თურმე ეძებდნენ გოგოებს და ანუ ფაქტიურად ჩვენ ორივე სპექტაკლში ვნახა რეპეტიციებზე და იქიდან უკვე თქვა რომ ეს ორი ადამიანი მჭირდება არანაირი კასტინგი ჩვენ არ გაგვილია თუმცა მე უამრავი კასტინგი გაგვატარა რეპეტიციებზე და რა თქმა უნდა მთლად ესე მარტივიც არ იყო მე უარესი სირთულები შეგვხვდა რა თქმა უნდა მაგრამ თავარი ის იყო რომ უცებ მოვხვდი საოცრება ახსოვდი კარმენიდან არა მაშინ ვიყავით 11 წელს მე თვითონ უთხარი მე რომ ესე და არა იმიტომ რომ ხა ძალიან პატარები ვიყავით მაშინ და უამრავი ადამიანი თამაშობდა სამი მოქმედება იყო და ეხა ბავშვებს რაღაცა ეხა ნაკლებად აი ესე კონკრეტულად და გიმუშავია არაერთ რეჟისორთან ხომ მარტო ბატონ რობერტთან არა გარდა მაყურებლის შეფასებისა რაც ბატონ რობერტს აქვს და მსოფლიოს შეფასებისა აი როგორც მსახიობს რა შეგეძლია თქვა განსაკუთრებული ბატონ რობერტზე აი მე არა მაქვს ბატონ რობერტთან ნამუშევარი და ჩემი ერთ-ერთი ოცნება მე უფრო მეტად რომ საოცნებო გამიხადოთ აი რა შეგეძლია მითხრა ბატონ რობერტზე როგორია მუშაობის პროცესში იცი მარტივი არ არის მასთან რა თქმა უნდა ეს ცხადია როგორც ყველა რეჟისორთან თვლი რომ ყველას თავისი რაღაცა სირთულები ახლავს მაგრამ მასთან ის არის განსაკუთრებული რომ თუნდაც აი ხა რომ ვამბობთ ხოლმე რომ ერთი წელი მიდის მუშაობა ყველას გონია რომ რასაც საბოლოო ანუ სახეს იღებს სპექტაკლი გონიათ რომ ამაზე ვმუშაობთ ერთი წელი ხო აი ერთი დღე რო გგონია რომ აი ეს სცენა დასრულდა მეორე დღეს ისეთ სცენას გაგაკეთებინებს იგივე სოღონ სხვანაირს და მისი ეს ფანტაზია არ ჩერდება რომ აი ჩემთვის ეგ არის განსაკუთრებული რომ აი ერთ კონკრეტულ სპექტაკლზე რომ მუშაობ შეიძლება 300 ვერსია გათამაშოს კონკრეტული როლის რაც ეხა სხვა რეჟისორებთან არავის არ ეწყინება ნუ ასე არ ხდება ხოლმე მე რა შეხებაც მქონია აი ესე რომ აი უცებ შეიძლება სამი სცენა ესე შეიძლება გადააბას გააკეთოს და უცებ მეორე დღეს ვგას რომ ესენი არაფერი არ თან ისეთი სცენები რომ აი სული რომ იყვება ისეთი მაგარი სცენები ესე
წაშალოს და თავიდან დაიწყოს ყველაფერი. მაგრამ ამ ყველაფერს აქა ეს განსაკუთრებულობა, რომ მე ბოლოს ისეთ ვერსიას დააგვირგვინებს, რომ მე ხვდები, რომ აი ის არის, რაც საჭირო იყო. ხო, აი მასთან ერთად იზრდები, აი ყველა რეპეტიცია ჩემთვის არის მასტერკლასი. და აი ყველა რეპეტიციაზე განაწილება რო არის და ჯდებით მაგიდასთან მე ისე ნერვიულობ, რომ აი როგორც აი პირველად, ანუ აი არ მაქვს ის სითავისუფლე, რომ აი ეხლა რაღაც ამდენი წელია ჩვენ თეატრში ვართ, არა, მე სულ ვარ დაძაბული და სულ რაღაც ახლის მოლოდინში, იმიტომ რომ ვიცი, რომ მეორე დღეს ვა იქნება, მესამე დღეს ვა და არასდროს არაფერი წინასწარ. ეს ჩემთვის განსაკუთრებულობაა და დიდი ბედნიერება, რომ ესეთი შესაძლებლობები შეიძლება ხშირად არ მოგეცეს, რომ კონკრეტულ როლზე ბევრი ვერსია გააკეთო. სხვადასხვა ხასიათი, სხვადასხვა ყველაფრით, არ ვიცი, რამდენად სწორად ავხსენი ახლა. არ შემეძლია არ კითხო ვეფხისტ ყაოსანზე და მთავარ როლზე. აი ბატონო. არა, ბევრს არ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ კიდე სახში რომ ბეტმენი ყავს იმაზე და ვიმეორებოდ. აი მითხარი, როდესაც გითხრეს, რომ შენ ხარ ის, ვინც უნდა იყო ვეფხისტ ყაოსანში მთავარ როლში. თინათინი. ძალიან გამიხარდა და ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და ვინერვიულე. რა თქმა უნდა, აი ეს სიხარულ შიშის მომენტი არის. რა თქმა უნდა, შიშიც. ახლა მე ყველა ეხლა წეღანოს თქვი, რომ ყველა განაწილებაზე ვნერვიულობ, არ აქვს მნიშვნელობა რა როლი მაქვს მასთან. ну ამაზე აი უცებ ვერც გაამანალიზე, აი ეს ნელ-ნელა მოვიდა მე ეს პასუხისმგებლობა, ეს ნერვიულობა. აი ბოლო პერიოდში უფრო ვინერვიულე, რომ მე მივხვდი, ხო, აი რასთან მაქვს საქმე და რა უნდა გავაკეთო და გამოვა თუ არა და ურთულესი რეპეტიციები მქონდა. აქაც იყო დაინგრა ყველაფერი თავიდან აშენ და სხვა სცენები გაკეთდა. კი, და ურთულესი მე აი 17 წელია უკვე თეატრში ვარ და ესეთი რთული რეპეტიციები მე არ მქონია. იმიტომ რომ ყველაფერში ვერ მიყვები, თან ახალია, ეს პიესა არ არის. ყველანაირად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ხო, ურთულეს რაღაცებს ითხოვდა და რასაც არ დაგიმალავთ და ვერ ვაკეთებდი. აი დიდი ხანი აი ვიყავით ბრძოლაში, რომ ვერ ვაკეთებ. მამას ვერ ვიძახდი, ელემენტარული მამა. ხო, აი ხო, რაღაცნაირად გამართლებას ეძებდი და მე გამართლებასთან ყველა დღე კიდე ვახსენე, რომ არ არის ერთნაირი დღეს ესეც გთხოვს ხვალ ის საერთოდ გადაყრილია და თან ეს არ არის პიესა რომ შეეჭიდო ეს ტექსტი გაითავისო და თან უნდა რომ ეს ჩვეულებრივად წასულიყო და გასაგები ყოფილიყო და ბევრი რამე ფიზიკური თუ სპექტაკლში ძალიან სტანდარტული რაღაც დადგმა როგორც იდგმება ხოლმე კლასიკურ თეატრებში ხო რაღაც განსხვავებული იყო ყველა გამოხედვას და ყოფილი უნდა ყოფილიყო განსხვავებული და რაღაცა სხვანაირი და ანუ ამას რაღაცა ძალიან შრომა ჭირდება თუნდაც იმ სკამზე ხა ტახტზე ასლა ჩამოსვლა და გული მისკდებოდა მე ხა ბოლოს უკვე რა და როადიოდა ის უყურებდა ფიქრობ რომ ვაიმე მიშველებ ძალიან უნდა გკითხო მე ჩემი აზრი მაქვს მე ვფიქრობ რომ რატო რობიკოს თავის ჩანაფიქრი ამ შესანიშნავ მსახიობებთან ერთად კულტურფელად გამოვიდა და პირველი ნაწილი რაც უნდოდა ვარ თუ ესე რაც ჩაიფიქრა მან თვითონ თავისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით ისე თუ ასე პატენ რობიკოს შესახებ მას გამოვიდა ის რაც უნდოდა და მე აქვე შენი შეფასება მაინტერესებს არ გეკითხები როგორც მსახიობებზე ვიცი რომ ამაზე არ გააკეთებ კომენტარს როგორ ფიქრობ გამოვიდა რეჟისორს თავის ჩანაფიქრი გამოვიდა, კი. ნამდვილად გამოვიდა და მე ბედნიერი ვარ, რომ გამოვიდა, იმიტომ რომ ამაზე განსაკუთრებულად ღელავდა, განსაკუთრებულად ფიქრობდა. ეს 2 წელი იყო სულ იმაზე ფიქრი, რომ აი როგორ იმიტომ რომ თუ ამბობდა, რომ მეც ეხლა ვეძებ, მეც ეხლა ვქვი. ეს არ არის ის სიტუაცია, რომელსაც ну, როცა პიესას იღებ, ყველამ ვიცით, რომ მაინც არსებობს რაღაც ფაბულა, რაღაცა და აქ იყო განსაკუთრებული და ძალიან მინდოდა, იმიტომ რომ გარეთსო იყო, რომ არ გამოვა და არ იქნება და ვიღაცები რო ხვდებიან და ნუ გამოვა, აი რაღაც ცოტა გამომდი შეიძლება თქმა და მე სულში ფიქრობდი, რომ გამოვა. ეს მეორე მხარეა, ახლა მაყურებელმა როგორ მიიღო, მაგრამ მე მიხარია რომ ამ ადამიანმა ეს გააკეთა. თავისი ვერსია და მას სულ იძახდა რომ ნუ გაბრაზდებით თუ ვერ მიიღებთ წადით და წაიგითხეთ სახლში და სულ იძახდა და ანონსებდა რომ ეს არის ჩემი ვერსია.
ხელოვნება თავისუფალია. მისი ვერსია გააკეთა. ხომ გააკეთოს თავისებური ვერსია. აი ზემოთ ჩამოკიდებული ვიყავიო და სახში რო ბეტმენი ყავს ერთი წლის. საოცარი სპაიდერმენი, იმახო არ გამეცადინა. მოდი კეთი, ცოტა ხე შეგვახედე შენ უთბილეს ოჯახში. რამდენად რთულია იყო კარგი მეუღლე, კარგი დედა, ამავდროულად ფანტასტიკური მსახიობი. ყველაფერი ერთად დამეთანხმე რომ ძალიან რთულია. კი, ნამდვილად რთულია და მადლიერი ვარ და ბედნიერი რომ ყველა მიწყობს ხელს მაქსიმალურად. მეც ისეთი ვარ, აი სახლში არ მაქვს ხოლმე ეს რაღაცა მსახიობური, ეხლა დამანებით თავი უნდა ვიფიქრო. მე ყველაფერს ტოვებ ხოლმე თეატრში და სახლში საერთოდ არ განიხილება ჩემი სირთულე მუშაობის. ჩემმა მეგობრებმაც მე გაიგეს, რომ თურმე მე ძალიან რთული რეპეტიციები მქონდა. არსად გარეთ არასდროს არავის არ ვახვევ ჩემს, ხო, ძალიან რთულ დღეში ვიყავი ხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი შეებოდა თეატრში. ჩემი შვილი მეხმარება мотиваცია, რა თქმა უნდა, და ისეთი აქტიურია, რომ ეს აქტიურობა მეც კედლებზე დავდივარ და გამომადგა ეს კედლებზე სიარული, ხო და რავი, ძალიან საყვარელი ბიჭუნა არის, როგორც ყველა შვილი, ხო და ჩემთვის ჩემი ოჯახი мотиваციაა. ხო და აი ახლა აქვე ჩამოვართვათ სიტყვა და პირობა, რომ ჩვენი ერთ დღეს გვესტუმრებით ყველანი ერთად აუცილებლად. არა, ჩვენ წავყვებით ჩვენ წვივლით სადაც მოვიკითხავთ აუცილებლად თქვენს ოჯახს დიდი სიყვარული და განსაკუთრებით პატარა ბიჭუნას კეთი ძალიან გვიყვარხარ დიდ პატივს გსცემთ გულშემატკივრობთ განსაკუთრებული ხარ ნამდვილად და გვიხარია რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყავი მაყურებელი დარწმუნებული ვარ რომ ისი ამოვნა თქვენი სტუმრობით სულ იცოდეთ რომ გულშემატკივრობთ სულ გქონდეთ ჩვენი გვერდში დგომა გვიყვარხარ და გვიამაყები რომ ხარ ასეთი არაჩვეულებრივი მოკლედ კეთი სვანიძე იყო ჩვენი პირველი მადლობა თქვენ ძალიან დიდი მადლობა კეთი გავიდეთ ახლა სარეკლამო ჭრაზე და ძალიან მალე დაგიბრუნდებით კვლავ ძალიან საინტერესო სტუმრობით